მოგესალმებით ეთერშია რადიო თავისუფლების ყოველდღიური პროგრამა საუბარი თავისუფლებაზე. გადაცემა მე მყავს მე გოგი გვახარიას, გოჩა ლეჟავა არის დღევანდელი გადაცემის ხმის რეჟისორი. ჩვენი სტუმრები არიან სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან შუბაშვილი და ომბუდსმენის საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ბურკის აკრძალვის საკითხზე. ეს ასეთი წინადადება არსებობს პარლამენტში და რამდენადაც მახსოვს პატრიოტთა ალიანსის წევრ ემზარ კვიციანს ეკუთვნის ეს წინადადება, თუმცა არა კანონ პროექტი, ნიუანსების შესახებ ალბათ ჩვენი გადაცემის სტუმრები კიდევ გვიამბობენ. ჩვენ პარასკევს ვისაუბრეთ პრინციპში ამ თემაზე, რადიო მსმენელს უამბეთ თუ სად არის აკრძალული რომელ ქვეყნებში და რატომ არის აკრძალული ბურკა, ვილაპარაკეთ საფრანგეთის გამოცდილებაზე და რაც თავარია და თუ ნინო ლომჯარიას განმარტებას დავეყრდნობით გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოთხოვნაზე, უпроსტորად მათ წინადადებაზე, რომ მათ მოსაზრებაზე, რომ ბურკის აკრძალვა არის ადამიანის უფლებათა დარღვევა, შეიძლება ასე ითქვას ამ ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში, საფრანგეთში. მოგიწვიეთ, იმიტომ რომ გვითხრათ რა ხდება 2018 წელს, ესე იგი გასული წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიოტთა ალიანსის წევრ ემზარ კვიციანის კანონ პროექტი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მისი კანონ პროექტი არ არის, უბრალოდ ის არის, ასე ვთქვათ, ლობისტი პარლამენტში, როგორც ვიცი, ვერ გავიდა კომიტეტში. მაშინ რატომ დაიწყო ისევ საუბარი თავიდან ამ თემაზე? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ბატონი კვიციანის რამდენიმე კანონ პროექტი მოექცა ამ დრომდე საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ერთ-ერთი იყო რელიგიური გზნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზებასთან დაკავშირებით შემოტანილი წინადადება, რომელიც გასული წლის გაზაფხულზე შევიდა პარლამენტში. თუმცა 2018 წლის შემოდგომაზე კიდევ ახალი ესე ვთქვათ კანონ პროექტის ინიცირება მოხდა მისი მხრიდან, ეს უკვე შეეხებოდა ჩადრის, ბურკის და ნიქაბის აკრძალვას. ასეთი ფორმულირება ჰქონდა კანონ პროექტს, ის იყო მომზადებული ბატონი ტომარაძის მიერ, რომელიც არის დემოგრაფიული ფონდის ხელმძღვანელი და ინიციატორი ამ კანონ პროექტზე იყო პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი. კანონ პროექტის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და ასილ არის დაჯარიმებას ექვემდებარება საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრის, ნიქაბის და ბურკის ტარება. თუმცა, როდესაც ჩვენ კომიტეტში ვესწრებოდით ამ კანონ პროექტის განხილვას, იქ ინიციატორმა დააზუსტა ეს საკითხი და თქვა, რომ ჩადრზე აღარ გავრცელდებოდა ესეთი შეზღუდვა და რომ მათ მუსლიმ ძმებთან ესე ვთქვათ ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები და შეთანხმება და დანარჩენი სახით უცვლად იყო კანონ პროექტი დატოვებული. ეს განხილვა შედგა 25 დეკემბერს ადამიანის უფლებათა კომიტეტში. უნდა ვთქვათ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არის ამ კანონ პროექტზე წამყვანი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ჯერ არ განუხილავს ეს საკითხი. ადამიანის უფლებათა კომიტეტმა არც მხარი დაუჭირა, ესე ვთქვათ. ეს 25 დეკემბერს მანამდე უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არ გავიდაო ეს. კი არასწორია ეს ინფორმაცია. ხო, ესეთი ინფორმაცია ნამდვილად არ არის სწორი. ჩვენ ვადევნებდით თვალყურს ამ კანონ პროექტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს და ერთადერთი რაც ხდებოდა 25 დეკემბერამდე პარლამენტში, ეს იყო, რომ კომიტეტებს უგრძელდებოდათ მისი განხილვის ვადა, ანუ პროცედურების მიხედვით კომიტეტებს აქვთ გარკვეული ვადა მიცემული, რომ განიხილონ კანონ პროექტები და ჩვენ ვხედავდით, რომ ეს კომიტეტები წერილობით მიმართავდნენ ბიუროს და ითხოვდნენ ამ ვადის გაგრძელებას. და საბოლოოდ 25 დეკემბერს შედგა პირველი სხდომა უკვე ადამიანის უფლებათა კომიტეტში, სადაც ასევე ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მოგვესმინა ინიციატორისთვის და რეალურად სახალხო დამცველი იყო ერთადერთი, ვინც დააფიქსირა უარყოფითი პოზიცია აღნიშნულ კანონს. სახალხო დამცველი იქ მოხსენებით გამოვიდა, ანუ ეს არ იყო სახალხო დამცველის პარლამენტში ვიზიტის დავაზუსტებ. ეს იყო უკვე სხვა სხდომა, რომელსაც პირადად სახალხო დამცველი ესწრებოდა, სადაც ისევ შეკითხვის ფორმით ასე ვთქვათ წამოიწია აღნიშნულმა საკითხმა, თუმცა მანამდე დეკემბრის თვეში ეს იყო კომიტეტის დღის წესრიგში ჩასმული საკითხი, რომელიც განხილულ იქნა პროცედურის შესაბამისად მომხსენებულმა ინიციატორმა წარმოადგინა ეს კანონ პროექტი და შემდეგ უკვე დამსწრეპირებს ჰქონდათ მოსაზრებების გამოთქმის და შეკითხვების დასმის საშუალება და ბოლოს უკვე გაიმართა კენჭისყრა. კენჭისყრის დროს ჩვენ ნახეთ, რომ არც ერთმა დეპუტატმა
არც ხარი არ დაუჭირა, მაგრამ არც მხარი დაუჭირა, ისინი არც წინააღმდეგ გამოვიდნენ, შეიკავეს თავი და ავტომატურად გამოვიდა, რომ კანონ პროექტმა ვერ მიიღო კომიტეტის მხარდაჭერა. მაშინ გავრცელდა ზუსტად ინფორმაცია, რომ პარლამენტმა ჩააგდო ეს კანონ პროექტი. დიახ. თუმცა ზოგადად ეს რა თქმა უნდა არ აბრკოლებს იმას, რომ იგივე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უნდა იყოს საკითხი განხილული და შემდეგ უკვე პლენარულმა სხდომამ უნდა იმსჯელოს. ესეთი არის პროცედურა, იმიტომ რომ კომიტეტი, რომელიც დეპუტატთა მცირე რაოდენობისგან შედგება, რა თქმა უნდა, პარლამენტის სრულშემადგენლობას 150 დეპუტატს ვერ აკრძალავს რაღაც საკითხზე იმსჯელა. აი მე შეიძლება კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ ამ კანონ პროექტში ალბათ არ უნდა იყოს თუ უნდა იყოს დასაბუთებული, რატომ არის აუცილებელი კანონ პროექტის მიღება, თავად კანონ პროექტში. დიახ, პროცედურების მიხედვით კანონ პროექტს უნდა ახლდეს თან განმარტებითი ბარათი, სადაც უნდა იყოს მოცემული დეტალური ინფორმაცია, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ აქ ძალიან მწირი სახით არის ინფორმაცია წარმოდგენილი, რამდენიმე წინადადებით. უსაფრთხოებაზე ალბათ საუბარი. დიახ, სახელმწიფო უსაფრთხოებაზე კეთდება აქცენტი და ასევე მოყვანილია, ესე ვთქვათ, მაგალითებად ევროპის ქვეყნები, სადაც არის მსგავსი ტიპის შეზღუდვები დაწესებული. სახელმწიფო უსაფრთხოების არგუმენტი არ არის განვრცობილი, უბრალოდ წერია, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე არის ამ კანონ პროექტის მიღება საჭირო, მაგრამ კონკრეტულად რა გარემოებები განაპირობებს ან რა საფრთხესთან არის ეს დაკავშირებული, ამაზე საუბარი არ არის. აღსანიშნავია, რომ ძალიან საეჭვოა სახელმწიფო უსაფრთხოების არგუმენტი ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდანაც, მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი, რომელიც შეეხება რელიგიის თავისუფლებას, არც უთითებს სახელმწიფო უსაფრთხოებას იმ საფუძვლებს შორის, რომელზეც დაყრდნობითად შეიძლება რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა. და დავუშვათ, ევროსასამართლოს უმსჯელია, იგივე რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე, სადაც თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება არ უნდა იყოს ის საფუძველი, რომელიც შეზღუდავს რელიგიის თავისუფლებას, სხვა შორის, როდესაც კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე იყო მუშაობა 2017 წელს, ამ ჩანაწერში გაჩნდა და პარლამენტმა მიიღო ასეთი ვერსია, გაჩნდა ჩანაწერი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების არგუმენტით შესაძლებელი იქნებოდა რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა, რასაც მოყვა, რა თქმა უნდა, უარყოფითი გამოხმაურება უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან, რელიგიური გაერთიანებების მხრიდან და საბოლოო ჯამში 2018 წლის გაზაფხულზე ჩასწორდა ეს რედაქცია კონსტიტუციის და სახელმწიფო უსაფრთხოება, როგორც რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის არგუმენტი ასევე ამოვარდა ამ ტექსტიდან. მე მინდა ახლა უკვე ქეთის ვკითხო, სახელმწიფო უსაფრთხოებას დაეყრდნო, მე რამდენადაც ვიცით, დაეყრდნენ ფრანგი კანონმდებლები, როდესაც აკრძალეს ბურკა, ხო ასეა? კი ბატონო. ხო, აი იყო თუ არა ეს დისკრიმინაცია? მოგესალმებით პირველ რიგში. რაც შეეხება ამ ანუ ეს კანონები რამდენად არის შესაბამისობაში თანასწორობის პრინციპთან. როგორც მოგეხსენებათ 2010 წელს საფრანგეთმა და ბელგიამ მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივ ადგილებში იგრძელება და ისჯება შესაბამისად სახის დაფარვა. თუმცა აღსანიშნავი არის, რომ წარმოდგენილი კანონ პროექტისგან განსხვავებით, რომელზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, ეს გულისხმობდა სახის დაფარვას ნებისმიერი ადამიანის მიერ და არ იყო ორიენტირებული მხოლოდ მუსლიმ ქალებზე და შესაბამისად რელიგიურ სამოსზე. ანუ იქ ბურკა ნახსენები არ არის. არა, ეს კონკრეტულად იყო ზოგადად საზოგადოებრივ ადგილებში, საჯარო ადგილებში სახის დაფარვას მიემართებოდა. ასევე ევროპულ კანონებს ახასიათებდა ის ფაქტორი, რომ ანუ ისჯებოდა არა მხოლოდ ადამიანი, რომელიც სახეს დაიფარავს საჯარო ადგილებში, ასევე იძულებაც შესაბამისად არის სანქცირებული, ანუ ადამიანი, რომელიც სხვას აიძულებს, რომ გავიდეს სადაფაროს. აქ ირიბად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რა თქმა უნდა მუსლიმი ქალების იძულება იგულისხმება. და ამ ევროპულ სახელმწიფოებს, საფრანგეთს და ბელგიას სწორედ უსაფრთხოების არგუმენტი ჰქონდათ, როდესაც იღებდნენ ამ კანონებს და შემდეგ უკვე 2014 წელს ევროპული სასამართლოს წინაშეც ისინი ამ საფუძვლით ამართლებდნენ ამ კანონების არსებობას. ეს იყო საფრანგეთის წინააღმდეგ დავა და საფრანგეთმა მოიგო, ან დარღვევა არ დაადგინა სასამართლომ. აქ დავა შეეხებოდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და რელიგიის თავისუფლებას, თუმცა აღსანიშნავი არის, რომ ევროპულმა სასამართლომ არ თქვა, რომ ეს უსაფრთხოების მიზნით შეიძლება იყოს გამართლებული და აქ თქვა, რომ სხვების უფლებები უნდა გავითვალისწინოთ, ანუ განავითარა ესეთი ერთად ცხოვრების პრინციპი და თქვა, რომ ამ პრინციპით არის გამართლებული ესეთი ჩარევა. თუმცა აღსანიშნავი არის კიდევ ერთხელ, რომ აქ უსაფრთხოებაზე არ უმსჯელია სასამართლოს. გარდა იმ განსხვავებებისა, რაც ევროპულ კანონმდებლობას ამ კანონ პროექტისაგან განასხვავებს, კიდევ
2018 წელს გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტმა იმსჯელა ამავე საკითხზე და ევროპული სასამართლოსგან განსხვავებით ვერც საფრანგეთის მიერ წარმოდგენილი არც ერთი არგუმენტი არ გაითვალისწინა და დაადგინა რელიგიის თავისუფლების დარღვევა. კომიტეტმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული სეკულარიზმის წინააღმდეგ, ან არ ახდენს წახალისებას იმ პრაქტიკის, რომელიც შესაძლოა შემზღუდავი იყოს მუსლიმი ქალებისთვის და თქვათ ეს სხვა კვლევის საგანია. კომიტეტი აქ უბრალოდ ამბობს, რომ ის საჯარო ინტერესი, რომელზეც მიუთითებს სახელმწიფო, არ არის პროპორციული იმ ჩარევისა, რომელსაც გავლენა ექნება კონკრეტული ქალების უფლებებზე. საქართველოს რეალობას რომ დავუბრუნდეთ, აქ აღსანიშნავი არის, რომ ამ კანონპროექტში ნახსენები არის კონკრეტულად მუსლიმი ქალები. როდესაც რომელიმე ფრანგული და ბელგიური კანონმდებლობისგან. როდესაც ვეხებით კონკრეტულ ჯგუფს და ვაკონკრეტებთ მათ, იქნება ეს რომელიმე საკანონმდებლო აქტი თუ პრაქტიკა, აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, იმიტომ რომ ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ შეიძლება რომელიმე ჯგუფის გამოყოფა, რომელიმე ჯგუფისთვის უფლების შეზღუდვა უკვე დისკრიმინაციას გულისხმობდეს. ასევე ამ საკითხის განხილვისას წამოიწყება შეუძლია ეს შეცვალოს. კი, თუმცა ამასაც მინდა შევეხო. დისკრიმინაცია არ გულისხმობს მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც პირდაპირ ნახსენები არის, რომ მაგალითად ამ ჯგუფს ეზღუდება გარკვეული უფლება. დისკრიმინაცია ასევე გულისხმობს, როდესაც წესი არის ნეიტრალური, არც ერთ კონკრეტულ ჯგუფს არ მოიხსენიებს, თუმცა პრაქტიკაში ბუნებრივად უარყოფითი ეფექტი რომელიმე ჯგუფზე აქვს. რა თქმა უნდა, საჯარო ადგილებში სახის დაფარვას თავისთავად ეფექტი მუსლიმ ქალებზე ექნება და ერთეული შემთხვევები თუ გამოჩნდება, როდესაც ეს შეიძლება სხვა ადამიანსაც შეეხოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ამ კანონმა შეიძლება ვერც ირიბი დისკრიმინაციის ტესტი ვერ გაიაროს და თქვა დისკრიმინაციის ამ სხვა ფორმასაც წარმოადგენდეს. აქვე არსებობს გარკვეული არგუმენტები ფემინისტური პერსპექტივიდანაც, როდესაც ამბობენ, რომ ეს არის ქალზე ძალადობის ერთ-ერთი მძიმე ფორმა, ქალებს აიძულებენ ასე შემოსვას და შესაბამისად ეს უნდა აუკრძალოთ ერთმნიშვნელოვნად. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ კვიციანის და ქართველი ფემინისტების მოსაზრება ერთმანეთს. თუმცა მინდა აღნიშნო, რომ კვიციანს ეს არგუმენტი არ დაუფიქსირებია რეალურად, მაგრამ ამასთან დაკავშირებით გაეროს კომიტეტმაც მოიშველი არგუმენტები, რომ პირიქით ეს შეიძლება იყოს ქალების სეგრეგაციის საშუალებას და ბევრი ქალი შეიძლება სახლიდან საერთოდ ვერ გამოვიდეს. მე ვფიქრობ, რომ როდესაც ესეთ კულტურულ მოვლენაზე ვსაუბრობთ, აქ ძალიან სიღრმისეული კვლევა არის ჩასატარებელი პირველ რიგში ამ ქალების ჩართულობით და ესე ცალსახად იმ რაღაც გარკვეულ მოსაზრებებზე და გამოცდილებებზე იმის თქმა, რომ ეს შეიძლება მათი სეგრეგაციის საფუძველი, მათ ძალადობის საფუძველი იყოს გაუმართლებელი იქნება. აქ უკვე გავრცელდა ხმა, რომ ხელისუფლება ესე იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს კანონი არ გავიდეს, იმიტომ რომ ტურისტულ ბიზნესს ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ასეთი არგუმენტიც გავიგე, ტურისტულ ბიზნესს დააზარალებს საქართველოში, ანუ ამ ქვეყნებიდან აღარ ჩამოვლენ ტურისტები და ამიტომ საუბარია იმაზე, რომ ეს კანონპროექტი არ გავა. ალბათ არ ვიცი გაგიგიათ ეს მოსაზრება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვიცი, რომ ისინი კვიციანი აგრძელებს, ხო, ლობირებას ამ თავისი კანონპროექტის. ნამდვილად ჯერ არ არის ყველა განხილვა დასრულებული ამ კანონპროექტის გარშემო, როგორც ვთქვით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტშიც უნდა შედგეს მისი განხილვა. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მიუთითა, რომ ამ კანონპროექტს განიხილავენ ისინი სამუშაო ჯგუფში, რომელიც ზოგადად რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებს და მათ შორის ერთ-ერთი საკითხი იქნება სწორედ ბურკის და ნიქაბის აკრძალვა. პირველი შეხვედრა ამ სამუშაო ჯგუფისა დღეს იმართება 4 საათზე საქართველოს პარლამენტში და ესე ვთქვათ ამ ფორმატში ჩვენ ველოდებით, რომ შესაძლოა გარკვეული დისკუსიები დაეთმოს ამ საკითხს. სხდომაზე იქვე აღნიშნა ბატონმა კვიციანმა, რომ მათთვის ეს პრობლემა არ იყო, რომ ჩაესწორებინათ ბურკის და ნიქაბის აკრძალვა სახელის დამალვის აკრძალვით და კეთი ნამდვილად მართებულად მიუთითა, რომ საფრანგეთის კანონმდებლობა, რომელიც ესეთ ერთი შეხედვით ნეიტრალურია და უშუალოდ ქალთა სამოსელს არ ჩამოთვლის, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, რომელიც გაეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანოა, მიიჩნია ადამიანის უფლებებთან შეუსაბამოდ, სწორედ იმ ეგრეთ წოდებული ნეიტრალური ფორმულირებით, რომლის გამოყენებაც სასურველი აღმოჩნდა ქართველი
კანონმდებლებისთვის. რაც შეეხება ტურიზმის კუთხით, ამ საკითხებს მსჯელობას, როდესაც ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, გარკვეულწილად უხერხულობასაც შეიძლება ქმნიდეს ამ ღირებულებების კონვერტაცია ფულში, რომ ეს ეკონომიკურად მომგებიანი არის თუ არა. იგივე როდესაც შრომის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, შესაძლოა მართლაც ეს საკითხები საჭიროებდეს დამატებით რესურსების მობილიზებას ბიზნესების მხრიდან, მაგრამ ადამიანის უფლებები არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ეს ხარჯები უნდა იყოს გაწეული. აქ ამ მაგალითში პირიქით ხდება, რომ ხარჯების ასე ვთქვათ აცილებაში, ანუ ფულის ფინანსური რესურსის მობილიზებაში გვეხმარება ისეთი კანონმდებლობა, როდესაც მუსლიმი ქალების უფლებები ამ კუთხით არის უზრუნველყოფილი, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ლოგიკა, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ მომგებიანობასთან უფლებების საკითხების დაკავშირება ალბათ არ იქნება სწორი. ეს უბრალოდ შეიძლება გვერდით ეფექტად აღვქვათ, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ რაღაცა ეკონომიკურადაც მომგებიანი იქნება ქვეყნისთვის, ის რაც უფლებებს შეესაბამება და ასევე შესაძლოა გქონდეს შემთხვევები, რომელიც პირიქით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული ეკონომიკურად არ იქნება მომგებიანი, მაგრამ ჩვენ ვინაიდან ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, თქო და გვირჩევნია, რომ ფინანსური ანგარიშიანობის მიღმა ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე. დავამატებდი თუ შეიძლება იგივე ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც საფრანგეთის სახელმწიფო უთითებდა, რომ გენდერული თანასწორობის არგუმენტიდან გამომდინარე იყო მნიშვნელოვანი, მათ კანონმდებლობაში ესეთი ცვლილების შემოტანა, ევროსასამართლომ მიუთითა, რომ რა თქმა უნდა წარმოუდგენელია ქალებს შეუზღუდოთ უფლებები იმ არგუმენტით, რომ მათი უფლებები პარალელურად დავიცვათ. რა თქმა უნდა, იმის თქმაც, რომ თითოეულ შემთხვევაში ქალები, რომლებიც ბურკით ან ნიკაბით იმოსებიან, ისინი ძალადობის მსხვერპლები არიან, ესაც არ არის სწორი, ესეთი განზოგადება. ვინაიდან იგივე საფრანგეთში ქალები საჯაროდ, როდესაც პოზიციონირებდნენ ამ საკითხებზე, ამბობდნენ, რომ მათ, ასე ვთქვათ, ჰქონდათ ხმსწინობა განათლებაზე, ჰქონდათ კარგი სამსახურები, არ იყვნენ ისინი ძალადობის მსხვერპლი და ეს იყო მათი თავისუფალი არჩევანი, რომ ძალიან ბევრი ფემინისტი ამბობს იმას, რომ ქალმა შეიძლება არ იცოდეს უბრალოდ ის ამ ძალადობის სივრცეში იმყოფება და გონია, რომ ბოდიში რომ გამარტებას ვაკეთებ, გონია, რომ არ არის ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ სინამდვილეში ძალადობრივი კულტურის მსხვერპლია. ასეთი მოსაზრება ალბათ გაგიგეთ. ასეთ შემთხვევაში ისიც იძულება იქნება სამართლის ძალით ჩამოვხატოთ ქალებს ნიკაბი და ბურკა და ამ შემთხვევაში გავააზრებინოთ, ხო, ნამდვილად. ამ შემთხვევაში იქნება სხვა საგამოძიებო დაუშვათ პროექტების დაგეგმვის საჭიროება, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც ეს იქნება ქალის არჩევანი და ინფორმირებული არჩევანი და იგივე საფრანგეთში მცხოვრებ ქალებს არაერთხელ უთქვათ, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო ბურკის და ნიკაბის ტარება მათთვის, თუნდაც ცალკეულ დღეებში რაღაც შინაგანი სიმშვიდის საპოვნელად და ისინი გარკვეულ, ასე ვთქვათ, დადებით ემოციებს იღებდნენ ამ პრაქტიკის გამო. დავუმატოთ კიდევ რადიო მსმენელს, რომ აქ თავსაფარზეა საუბარი ძირითადად და არა რელიგიურ სიმბოლოზე, იმიტომ რომ ასეთი ხმაც გავრცელდა, რომ საფრანგეთმა საერთოდ აკრძალა რელიგიური სიმბოლიკის ასე საჯაროდ ჩვენება და საუბარი იყო იმაზე, რომ თუ შეიძლება ჯრით სკოლაში სიარული, რატომ არ შეიძლება მაგალითად თავსაფრით სიარული, ხო? ჩადრის სიარულითაც აკრძალულია? აქ საუბარი არის მხოლოდ ისეთ რელიგიურ ატრიბუტზე, რომელიც ფარავს მთლიანად სახეს. მხოლოდ სახეს. და შეიძლება მარტო თვალები ჩანდეს ამ ანუ თქვა გოგონებს შეუძლიათ თავსაფარი გაიგეთონ გაკვეთილზე სკოლაში, ამას არ გრძალავენ. არა, ეს აკრძალული არ არის. თუმცა ამაზე იყო მე მგონი ლაპარაკი, რამდენადაც მახსოვს. ეხლა ევროპის სხვა ქვეყნები როგორ უყურებენ ამას? ნუ თქვა იგივე გერმანია მაგალითად, არ არის აკრძალული, ხო? კი, ესეთი აკრძალვები, ანუ ერთადერთი საქმე, რომელიც ევროპულმა სასამართლომ და შემდეგ გაეროს კომიტეტმა იყო საფრანგეთი და ევროპული სასამართლოს შემთხვევაში აქ მესამე მხარედ ბელგიაც ჩაერთო, იმიტომ რომ ზუსტად იმავე დროს ანალოგიური კანონი ჰქონდა მას მიღებული და აი თათულის დავეთანხმები, რომ ზუსტად ამ გამცხადებლის, ამ ქალის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ მას არავინ არ აიძულებდა და ის ხან მოიხმარდა ამ ატრიბუტს საჯარო ადგილებში, ხან არა, ეს დამოკიდებული იყო, ასე ვთქვათ, მის კონკრეტულ განწყობაზე. და შესაბამისად ეს ერთმნიშვნელოვნად ვერ იქნებოდა მოაზრებული როგორც იზულება. რაც შეეხება აი ამ საქართველოში ამ დისკუსიის დაწყებას, ჩემი აზრით რატომ დაიწყო ეს დისკუსია? აი საინტერესო კითხვა არის, იმიტომ რომ ანუ რეალურად
საფუძვე, კი, აი ნამდვილად პოპულიზმი ალბათ ერთადერთი ვერ გამივლია ქუჩაში მეშინია ასე კი, ეს რაღაც ფობიები, შიშები აბსტრაქტული, რომელსაც არ აქვს დასაბუთება, იმიტომ რომ საქართველოში ჩვენ ნამდვილად ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი, რომელიც რეალურად გაამართლებდა ამ შეზღუდვას. ასევე არ ყოველ შემთხვევაში ამ კანონპროექტის ხარდამჭერებს და ავტორებს არანაირი კვლევა არ წარმოუდგენიათ ამ საკითხთან დაკავშირებით, არ გაუზიარებიათ საერთაშორისო პრაქტიკა და ამ ბოლო დროს ვისმენთ არგუმენტებს, რომ ევროპაშიც ასეა. ევროპულ სახელმწიფოებმა კი, მაგალითად საფრანგეთში, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ფრანგული და ბელგიური კანონმდებლობა განსხვავდება წარმოდგენილი კანონპროექტისგან და ვთქვათ ევროპულ სტანდარტებს ნამდვილად ვერ პასუხობს ამ ხრივაც. ეხლა აქ კითხვა დაუსვეს სახალხო დამცველს და მან უპასუხა, მაგრამ უნდა ველოდოთ მის ასე ვთქვათ უფრო არგუმენტირებულ მოსაზრებას მუშაობთ ამაზე, იმიტომ რომ ალბათ გრძელდება ეს უნდა ვარქვათ ზეწოლა, ხო? ალბათ აპირებს, ხო? ამ საკითხებზე მუშაობას ვაგრძელებთ და მზად ვართ რომ ჩავერთოთ ყველა დისკუსიაში, განხილვაში, რომელიც კვლავ წამოიჭრება აღნიშნულ საკითხებზე, უკვე აღვნიშნა რომ სამუშაო ჯგუფი პირველი სხდომა არის დაგეგმილი. დღეს ამ სამუშაო ჯგუფის წევრებიც ვართ. ჩვენ და ნამდვილად საინტერესოა რა, ასე ვთქვათ, განხილვები გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთ ვიტყოდი კიდევ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილება მოსალოდნელია, რომ დიდ გავლენას მოახდენს ევროპის ქვეყნების დღევანდელ კანონმდებლობაზე. ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ივლისის თვეში, ანუ ახალია საკმაოდ. კომიტეტმა მისცა საფრანგეთს 180 დღიანი ვადა, მასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს ოფიციალურად შეეტყობინებინა მისთვის თუ რაზომები მიიღო ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ასევე ფრანგულ პრესაში გავრცელდა საკასაციო სასამართლოს თავმჯდომარის კომენტარით, რომელმაც აღიარა, რომ ნამდვილად ამ გადაწყვეტილებას ექნება გავლენა იმაზე, თუ როგორ განიმარტება კანონები საფრანგეთში. საქართველოს მაგალითი რომ ავიღოთ, საქართველოში სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მთელ პროცედურას ითვალისწინებს ასეთი ტიპის შემთხვევებთან დაკავშირებით, ანუ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მართლაც შესაძლებელია ინდივიდუალური საჩივრების გაგზავნა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში და მას შემდეგ რაც კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივ დონეზე კანონიერ ძალაშიც რომ იყოს შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, უკვე არსებობს შესაძლებლობა რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოხდეს საქმის განხილვის გადასინჯვა. მაგალითისთვის რომ ავიღოთ ესეთი კანონმდებლობა რომ იყოს საქართველოში ძალაში და ქალი რომელიც ატარებს ბურქას ან ნიკაბს დაჯარიმდეს 100 ლარით ეროვნულ დონეზე და ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშიც რომ შევიდეს, რა თქმა უნდა ამ ადამიანებს რჩებათ შესაძლებლობა რომ მიმართონ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს და მას შემდეგ რაც კომიტეტი მიიღებს მსგავსი შინაარსის გადაწყვეტილებას რაც უკვე იქნა საფრანგეთთან დაკავშირებით მიღებული, უკვე ჩდება შესაძლებლობა რომ ხელახლა განხილვა წარიმართოს სასამართლოში ამ საქმის სწორედ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და ზოგადად საქართველოს კონსტიტუცია მიიჩნევს რომ ადამიანის უფლებათა სამართალი ეს არის უშუალოდ მოქმედი სამართალი, საერთაშორისო ხელშეკრულებებს აქვთ უპირატესი ძალა ქვეყნის შიდა კანონმდებლობაზე და თქონდა სასამართლოებს მოუწევთ სავალდებულო წესით ჩვენი კონსტიტუციიდან გამომდინარე და ადამიანის უფლებათა ლოგიკიდან გამომდინარე რომ გაითვალისწინონ ეს გადაწყვეტილება, ანუ ამას ექნება პირდაპირი სამართლებრივი შედეგები და ზოგადად მოსალოდნელია რომ ესეთი შედეგები ასევე ჰქონდეს ევროპის ქვეყნების ამ კანონმდებლობის მიმართ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მიაპყრო ყურადღება ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, იყო ამ აკრძალვის აბსოლუტური ხასიათი, რომ ნებისმიერ ვითარებაში, საჯარო სივრცეებში, გარეთ, ქუჩაში ქალებს ეკრძალებოდათ ამ ტიპის შესამოსელის გამოყენება. კომიტეტმა თქვა, რომ არ არსებობს რაიმე მიზეზი, რომელიც ესეთ აბსოლუტურ შეზღუდვას გაამართლებდა. ბუნებრივია შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ცალკეული სიტუაციები, როდესაც ეს შეიძლება იყოს გამართლებული, მაგალითად სახელმწიფო სერვისების მიღების დროს, როდესაც საჭირო იქნება ადამიანის იდენტიფიცირება, ან ნამდვილად საზღვრის კვეთისას და ასეთ ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა მართლაც მოითხოვოთ ქალებს თავიანთი სახის იდენტიფიცირება, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს აბსოლუტური ხასიათი. ანუ ძალიან ბევრი არგუმენტი არის სამართლებრივი იმისთვის, რომ ესე ვთქვათ, საქართველოში ნამდვილად უარი ეთქვას ასეთი ტიპის ინიციატივას. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ თათული თოდუა და ქეთევან შუბაშვილი. ჩვენ გავეცანით მათ გვიანბეს თუ როგორი არის სახალხო დამცველის პოზიცია ბურკის აკრძალვის საკითხზე. ამით სრულდება გადაცემა საუბარი თავისუფლებაზე, რომელიც მიმყავდა მე გოგი გვახარიას. გოჩა ლეჟავა იყო დღევანდელი გადაცემის ხმის რეჟისორი. ნახვამდის.